ბეგი სიხარულიძე, გურიის გმირი, არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს ასაჩუქრებენ სასწაულით და მერე მშვიდად მიდიან. ბეგი სიხარულიძე ასეთი ადამიანი იყო. ბეგი სიხარულიძე ლანჩხუთელი იყო. ამ ქალაქში დაიბადა, ამ ქალაქში ითამაშა გურიის მოთამაშედ. მოთამაშეობის შემდეგ მწვრთნელობა აირჩია და 1985 წელს მიიღო ყველაზე რთული დავალება, გადაარჩინა გურია. გუნდი მე-17 ადგილზე იყო 18 გუნდიანი ლიგიდან, ერთი ნაბიჯი და უფრო ქვემოთ. ყველა ელოდა ვარდნას. სიხარულიძემ სხვა გზა აირჩია. 1986 წელი. სიხარულიძის ხელმძღვანელობით გურია გარდაიქმნა. 46 მატჩი, ბრძოლა დასაწყისიდან ბოლომდე. ბესიკ ფრიდონაშვილმა 27 გოლი გაიტანა, ვახტანგ კოპალეიშვილმა კიდევ 16. სეზონი მეორე ადგილით დასრულდა. 1987 წელს სიხარულიძის გუნდმა ითამაშა იქ, სადაც ვერავინ ელოდა პატარა ლანჩხუთს, 9000-იანი ქალაქი. 22,000-იანი სტადიონის სავსე. ახალგაზრდები ხეებზე სხდნენ, რომ ერთი გოლი მაინც დაენახათ. ეს იყო სიხარულიძის ნამუშევარი. წლები გავიდა. 2020 წელს მას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. 2021-ში კი ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გახდა. ქალაქმა აღიარა ის, რაც გულშემატკივრებმა 35 წლის წინ ისედაც იცოდნენ.